მესამე ნახევარფინალში შახინ ასლანოვმა მოუგო ჩვენს თორნიკე დანელიას. შესაბამისად მიიღებენ ბრინჯაოსმელებს თორნიკე დანელია და მუსალ ხალილოვი. ეს გახდა ჩვენი მეტოქე შახინ ასლანოვი. I ain't rich, but my scars got none. Take plus no peace. Chain swing, cold breeze. Whole life on the leash. Got fly, pay feet. Big beast, dirty, and big beast, dirty. Sick, cool, my crib, safe from the very busy, keep your hands up in the book. Strap the weekends to get that. Big beast, dirty, and big beast, dirty. Sick, cool, my crib, safe from the very busy, keep your hands up in the book. Disrespect the weekend, it's the dead end. რეფერინგზე გახლავთ ქუთაისელი ვასილ შავრულიძე, წითელ კუთხეში შახინ ასლანოვი, ნიკა პაპავა ლურჯი. პაპავა გახლავთ ბათუმელი საქართველოს დღევანდელი ჩემპიონია. უზონეს შემთხვევაში კიდევ ევროპის ჩემპიონი ლუკა ჩხიკვაძე, რომელიც ტოვებს ამ ტურნირს ტრავმის გამო. კარგი შეტევა პაპავასი დაიჭირა კონჩეტევაზე მეტოქე. Გამოიწყო ხა ნიკამ შეტევა, მაგრამ გააკავა ეს ასლანოვმა. დასასრულია უკვე. მოიგო პაპავამ პირველი რაუნდი 5 ვებსაშთან.
შემდეგი ბრძოლა ჩვენ გვაქვს საინტერესო ძალიან არტემ სტეფანიანი სომხეთი და ზარზაევი აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელებს ერთი კაცი ეყოლებათ კიდევ მძიმე ზონაში საფნარ მამედზადე. ჯერჯერობით ორი ქართველი გავიდა მინგზე, ორივე გამარჯვებულია, მესამე იგებს და ორი ოქროს მედალი განაგდებული გვაქვს. ქართველი ფინალებია 85 და 90 კილოგრამში. შემდეგი ორი ფინალი უჩვენოდ ჩაივლის სტეპანიანი ბზაევი და ასევე 75 კილოში ახმადი არვაზი ყირგიზეთი და მატიას ნაუმცევი ლიეტუვა. Round 2. მოსაგებია ეს რაუნდი ხა შახინ ასლანოვს და ესე დაცვაში დგომით ვერ მოიგებს. ესეთი ვერ მიჩნდა ბოლო შეტევაში. მასებითად არაფერი არ შეცვლა. რაუნდში თუ ესეთი მიმდინარეობა იქნა მოიგეს. მეორესაც გვაპავა. ეს მონაკვეთის კლინჩის დასრულდა, რაც ჩვენ გვაწყობს. პირველი რაუნდი 5 საჩთან გვახმაგებული. ბოლო 10 წამი ბოლო შეტევა გააგავა ეხლა შახინ ასლანოვმა და ვეფხვდები თუ მოგემოჭირდებოდა ასლანოვს, მაგრამ ის ხარჯზე შეიძლება მოეგო ეს რაუნდი ვეფხვდები. იბადო ასე 10-9 ერთი მსაჯი ლეტულ მოსაჯმა მისცა გამარჯვება ამ რაუნდში. ასლანოვს თუმცა ეს საკმარისი არ იყო, მინიმუმ კიდევ ორი ჭირდებოდა, განიმტკიცა უპირატესობა 4-28 აქვს ნიკა პაპავას. Round 3.
საქართველოს ჩემპიონია, როგორც გითხარით, ის ფინალში უნდა შეხვედროდა ევროპის ჩემპიონი უგა ჩხიკვაძეს, მაგრამ ჩხიკვაძეს ტრავმა ჰქონდა და ეს ფინალური ოქტაბრძოლო ვერ შედგა. მათუმელი გახლავთ ნიკა, ის სამ წუთში გახდება ამ ტურნირის გამარჯვებული თუ რაღაც. გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ეს გაუთვალისწინებელი ამბის მოხდენის არავითარი წინა პირობა აქ არ არსებობს. ივიქ ესე რატომღაც ესე შემოდის ახლო ბრძოლაში კლინჩი აზერბაიჯანელი, ავით შეიძლება არ უთქვამთ მას მოაგებს რაუნდის შემდეგ. როგორც დაიწყო ესე ასრულებს. შეიძლება შეეგუა წაგება საკას დაახევინა პაპავა მიოლად და იქით მოარტყა. კიდევ შედება ბათუმელის. ის უნდა სიჩქარეში მესამე რაუნდსაც მოიგებს ალბათ ნიკა და სამაგიერში იქნება ერთსულოვანი 5-0. მარცხილება ხალხს ამ ყველაფერთან ერთად შეგვიძლია თქვა რომ 5-0 იქნება თამამად შეგვიძლია თქვა პრინციპში იქამდე არაფერი არ გვიშლიდა ხოლმე მაგრამ აიზარდა ამ გაფრთხილებით კიდევ ერთხელ პაპავას უპირატესობა. გულაბარაკოს მოიგეს სანდრო კაპანაძემაც და ნიკა პაპავამაც თავის აზერბაიჯანელ მეტოქეებთან გამოგიწევით რომ უფრო დაძაბულ ბრძოლას ველოდით. დასრულდა მესამე ჩემპიონი ყავს შალვა ბერიძე, სანდრო კაპანაძე და ნიკა პაპავა. ნუკლეუს ორი კაცი გვეყოლება გარანტირებულად 85-სა და 90-ში ჩვენგან რიგზე გამოსასვლელი არიან მომდევნო ქართველი იქნება დავით ხეცაძე ქუთაისელი, სომეხი სამველ სიამარგიანის წინააღმდეგ და შემდეგ გვექნება ორი ქართული ფინალი. ეს იქნება უკვე დასკვნის ბლოკში. საჯაია აივაზიანი, კილაძე ისკანდაროვი და ბოლოს ძილოწონოსნების ძალიან საინტერესო ფინალი დენის კუკუ რუმინეთი და საფთან მამედზადე აზერბაიჯანი. Kakaoi the international boxing tournament by unanimous decision in the blue corner Nika Papava, Georgia. ჩვენ გვაქვს ამ ასაკობრივ კატეგორიაში 2008-2009 წელს დამატებულებს შორის ივლիս-აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატი მონტენეგროში ბუდვა და გვაქვს ასევე დაკარში სენეგალი მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადა ნოემბრის დასაწყისში.